მოგესალმებით, მე ნატა ვარ, ეს ჩემი ავტოარხი ავტოპარკია, ეს კი დღევანდელი ჩემი სტუმრები არიან, ჯილი ტუგელა და ჯილი კულ რეი. პირველ რიგში მადლობა რომ გვიყურებთ, გვიწერთ კომენტარებს, იწერთ ჩვენს არხს და ხართ ჩვენი ერთგული მაყურებლები, რჩევებსაც გვაძლევთ და ამისთვის ძალიან დიდი მადლობა კიდევ ერთხელ. ახლა კი გადავიდეთ უშუალოდ ავტომობილების განხილვაზე. Რაღა დაგიმალოთ და აი ევროპულ ავტომწარმოებლებთან შედარებით არც ისე უკან არ არიან თუ წინ არა. ვიზუალურად თუ შევხედავთ, ორივე არაჩვეულებრივად გამოიყურება და შეიძლება ვერც კი იფიქროთ, რომ აი ჩინელებმა გააკეთეს ეს ავტომობილები. ეს ავტომობილი თავიდან რომ დავინახე, მეგონა რომ იყო კადილაკი. მე რომ დავაკვირდი ბიჭო, მეთქი არა, რაღაცა კადილაკი არ არის და თურმე ყოფილა ჩინური ავტომობილი და არის ულამაზესი. ორივე ერთი ბრენდის ავტომობილია. უბრალოდ ეს არის შედარებით პატარა მოდელი, ეს კი უფრო დიდი მოდელია. როგორც გითხარით, დასაწყისში ეს არის ტუგელა, ხოლო ეს არის კულ რეი. ახლა უშუალოდ განვიხილოთ თითოეული მათგანი ცალ-ცალკე. შევადაროთ და ვნახოთ, რომლის ყიდვა არის უკეთესი, რომელი უნდა შეიძინოთ, ღირს თუ არა თანხის გადახდა, რა დადებითი მხარე აქვს ამ მოდელს, რა დადებითი მხარე აქვს ამ მოდელს და უარყოფით მხარეებზეც რა თქმა უნდა ვისაუბრებთ. პირველ ეტაპზე განვიხილოთ ტუგელა. ტუგელა აღჭურვილია 2.0 ტურბოძრავით, გამოიმუშავებს 228 ცხენის ძალას და არის 4/4-ზე. გარე ვიზუალს შევხედავთ, ძალიან ლამაზია, ნუ ფარებიც იდეალური აქვს, ჩემი აზრით. უბრალოდ შიგნით არ არის ლინზები და ეგ ცოტა მაკლიასავით, აი რაღაც რომ იყოს უფრო ლამაზი იქნებოდა, ეს ადგილი ძალიან მომწონს. ანუ შიგნით არაფერი არ ხდება და ვიზუალურ მხარეს ძალიან უხდება. ნუ წინა ტუჩი დამატება აქვს. მე პატრონემ გააკეთა და აღჭურვილია პარკინგ სენსორებით. წინიდან რომ შეხედავ, მართლა ულამაზესია. სერიოზულად მოგვაგონებს რომ რაღაც კადილაკისებურია. დისკები ოციანები აყენია, ძალიან ლამაზი დისკებია და სამუხრუჭე სისტემა არის წითელი ფერის. სარკე საკმაოდ კარგი ზომის არის და ძალიან რაც მომეწონა არის რომ აი ეს ციმციმაც როცა ვთავთ გზაზე გადასვლის დროს სარკეზეც ინთება და ძალიან კომფორტულია. პლუს უხდება აი ეს ადგილიც როგორ ლამაზად მოყვება, ვერ წარმოიდგენთ. ანუ მთლიანი ერთიანი არ არის ეს კარი და აი აქედან მოყვება ეს ყველაფერი და ძალიან ლამაზად მიდის ბოლომდე. კარი ძალიან რბილია სხვათა შორის და საკმაოდ დიდი ზომის არის, ასევე გვაქვს წვიმის დროს დამცავი ბარიერიც აი ამ ზონაში. და ხო, მკვდარი ზონის სენსორიც არის სარკეზე დატანილი. მე გადავიღე ლისანი, რომელსაც უკნიდან რომ შეხედავდი, იტყოდი რომ აუ პორშეა, მაგრამ მე უცებ გეჩითებოდა რაღაცა ჩინური წარწერა და ხვდებოდი რომ პორშესი არაფერი არ იყო. ამ მოდელს რომ უკნიდან შეხედავ, ვიტყვი რომ რაღაცა X-ისებური არის მასში და არის კიდეც აი ძალიან ჰგავს რა გავაკეთო. ძალიან ჰგავს, მაგრამ არ არის X-ი, არც ევროპული მანქანა არ არის. აქვს მინი სპოილერი, ცუდი არ არის, ლამაზია, ნუ აქ თვითონ ბრენდის სახელია დატანილი, ნუ სანომრე ნიშანი და ძალიან ლამაზი უკანა მხარე. აქვს დიფუზორი, რომელიც არ არის კარბონი, მაგრამ ძალიან ლამაზია და ნუ პარკინგ სენსორები უკანა მხარესაც გვხვდება. სიმართლე გითხრათ, არ ვიცი 2.0-იან ძრავს პლუს 4 ცილინდრიანს 4 მაყუჩი რაში სჭირდება. აშკარად აქვს, მაგრამ უხდება რა, იმას ვამბობ, რომ X-თან კიდევ უფრო მიახლოებული, ანუ ბევრად უფრო დიდი აგრესია მოაქვს ამას და რავი, ლამაზია, კარგია. მივესალმები. ბარემ რადგან ამ ავტომობილის უკანა მხარე გადავიღეთ, ამ ავტომობილის უკანა მხარით გავაგრძელოთ. ფარები. უკანა ფარები ძალიან მომწონს, აი ძალიან უცხო ლამაზი განსხვავებული, ანუ 3 გადასვლა არის და არაჩვეულებრივია, ნუ ღამე ნათების დროს ბევრად უფრო ეფექტური. სპოილერი, რაც მე სპორტულობას აძლევს და უხდება. და კარბონია. დიფუზორი გვაქვს კარბონის, რაც კარგია, ნუ მაყუჩები აქაც კარგი მაყუჩები გვაქვს, ანუ 4-ვე თავის ადგილზეა და პარკინგ სენსორებიც ადგილზეა. კარგი ის არის, რომ ეს დამატებები ამ ავტომობილს მოყვება, ქარხნულად აქვს და არ გიწევს, რომ რაღაცები გამოწერო, ააწყო, გადააწყო და გაასპორტულო. თავიდანვე გაძლევენ ამ ყველაფერს. გვერდიდანაც გვაქვს დამატება, უბრალოდ ძალიან რაღაცნაირი ხარისხია რა, აი პლასტმასისებური რა. მაგრამ ცუდი არ არის. დისკები ძალიან ლამაზები უყენია და ოციანებია. ჭერი. სხვათა შორის არის ლუკით და მთლიანად არის შავი შუშა. ესეც ძალიან მომწონს, აი, არაჩვეულებრივია. სხვათა შორის სარკეები აქვს კარბონის. წინა მხარეზე ცუც ვერაფერს ვერ გეტყვით, გამომდინარე იქიდან რომ ძალიან ლამაზია და არ მაძლევს უფლებას რომ რაიმე უარყოფითი ვილაპარაკო ამ ავტომობილზე. შავის
წითლის და თეთრის კომბინაცია იდეალური ვარიანტია ყველა სიტუაციაში და ამ სიტუაციაშიც მე თუ მკითხავთ გამართლებულია. ფარებზე რაც იქ დამაკლდა ტუგელაში, ამ შემთხვევაში უკვე აღარ მაკლია, ვინაიდან ლინზები თავის ადგილზეა და ძალიან ლამაზადაც ჩანს ეს ყველაფერი. ნუ დამატებით ეს თეთრი ზოლით ნათებადი, ესეც ძალიან უხდება. პლუს გვაქვს პარკინგები და ასევე წინა ტუჩის დამატება, რომელიც უფრო მეტ აგრესიულობას და სილამაზეს ძენს ამ ავტომობილს. ძალიან კიდევ რაც მომეწონა არის ეს ადგილი, ეგრეთ წოდებული ცხაურა, რომელიც უბრალოდ ერთი ზოლით არ შემოიფარგლება, გვაქვს 1 2 3 4 დანაყოფი და ლამაზია რა, უცხოა. ჩვეულებრივი უბრალოდ ცხაურა იღეს და მიაბეს არა. კარგია. ნუ ცხვირი ამას ბევრად უფრო დახვეწილი, ლამაზი და ელეგანტური აქვს, ბევრად უფრო აგრესიულიც ვიდრე ამ ავტომობილს, მაგრამ უკანა მხარეს თუ გადავალთ, ეს უფრო სოლიდური ავტომობილია, ეს უფრო მოსპორტულო ტიპი არის, რომ ჩაადგან გზაზე და რომ იცი რომ უნდა გაფრინდე. საქარე მინა გარედან რომ შევხედავთ, ორივე საკმაოდ კარგი ზომის აქვს, როგორც ტუგელას, ისე კულრეის. უბრალოდ ორივე ავტომობილზე გადაკრულია კამელეონის ფირი, რომელიც ცოტა ვიზუალს უცვლის, პირადად მე ამ ავტომობილზე ბევრად უფრო მომწონს, ვინაიდან შავია და უფრო მეტად უხდება. ამ ავტომობილზე ცოტა ვერა. ამას მოვხსნიდი. ახლა მინდა რომ უშუალოდ ინტერიერზე გადავიდე და ორივე ავტომობილის ინტერიერზე შეგავლებინოთ თვალი. დავიწყოთ ამ ავტომობილით. როგორც გითხარით, კარი საკმაოდ რბილია და ძალიან ლამაზიც. ესეც ძალიან კარგი მასალის დამატება გვაქვს, ძალიან ლამაზი და უცხო, არსად არ შემხედრია სხვათა შორის მსგავსი. რბილი ტყავი აქვს და დინამიკები აქვს ძალიან უცხო, ძალიან განსხვავებულია, რაღაცნაირი ფორმა აქვს. ასევე კარზე დატანილია საბარგულის გამღები ღილაკი, ესეც ძალიან კარგია, გაიღო კიდეც. აღარ იკეტები? წინაჩინური რომ ჩავწერე, სიმართლე გითხრათ, ამ ხელა გასაღები არ ჰქონდა, ძალიან არა გასაღებული იყო, ეს მართლა გასაღებია, ძალიან დიდია. და კარგი რაც არის და რაც ძალიან მომეწონა, ამ ზონაში არის გასაღების მოსათავსებელი განყოფილება, რომელიც ძალიან კომფორტულია, ჩადებს და დევს თავის ადგილზე. საჭეზე გადავიდეთ, საჭე ძალიან ლამაზია, კომფორტულია, ნაჭერიც ძალიან კარგად მოყვება ხელს და ერთფეროვანი სიმრგვალე არ არის. ანუ ხელის მოსაჭიდებელი გვაქვს ჭრილები. რაც ყველა ავტომობილს ახასიათებს, რა თქმა უნდა, ღილაკები ამასაც იგივენაირად აქვს და სხვათა შორის რაღაცა ძალიან უხარისხო დეტალებით არ არის. ნუ სტარტ-სტოპის ღილაკი განთავსებულია აქ და ესეც ძალიან უხდება, როგორც გითხარით, კარზე რა დეტალიც არის გამოყენებული, იგივეა აქაც და ძალიან უცხო და ლამაზია. რა გავაკეთო? ასევე ავტომობილს head-up display აქვს და ეგეც ერთ-ერთი პლუსია და ნუ მონიტორები ძალიან კარგი აქვს. კარგი ის არის, რომ აქაც მთლიანი ერთიანობა გვაქვს და არ გვხდება რაღაც გამოწეული და შეწეული. თვითონ ეს მონიტორიც კარგია. უბრალოდ მაინტერესებს რამდენად კარგად მოყვება. ანუ ცოტას ფიქრობს თითქოს. ხო, ცოტა საშკარად ფიქრობს, არც ისეთი გამართულია. ჰაერის გრილები საკმაოდ დიდია და ანუ ასე ცუდად არ უნდა იყოს, ჩემი აზრით. პატარა და მარტივად მისაგნები ღილაკები აქ არის განთავსებული და ეს ძალიან კომფორტულია. სხვათა შორის ტელეფონის დატანვა აქ არ არის შესაძლებელი, ამისთვის განკუთვნილია ეს ზონა და ტელეფონის დატანვა შეგვიძლია მხოლოდ აქ. ერთი ტელეფონის დამტენია უკაბელო. სიჩქარეების გადამრთველი ბერკეტი მოგვაგონებს თვითმფრინავების სიჩქარეების ბერკეტს. კარგი ის არის და რაღაცა უცხო რაც ჩააშენეს აქ არის პარკინგის ღილაკი, ანუ ცერა თითის გასწვრივ, ეს ძალიან მომეწონა. უცხო დამატება კიდევ რაც არის ის, რომ გვაქვს ეს ხელის მოსაჭიდებელი, ეგრეთ წოდებული, რომელიც მძღოლის მხარეს არ არის და მხოლოდ მგზავრს ერგო ამის ბედნიერება, ალბათ. მე თუ მკითხავთ, საერთოდ არ სჭირდება, ანუ არანაირ როლს არ ასრულებს და აქვე არის ასევე ბოთლების ან მსგავსი სუნის დასადები ადგილი, სათავსო, რომელსაც ღილაკი არ აქვს და საკმაოდ პატარა სათავსოა, მინდა გითხრათ. სავარძლები ძალიან რატომ მომეწონა და რაღაც უცხო რა დავინახე ამაში. ანუ კარგი სავარძლებია, კარგი ფორმის არის და ყველაფერი, მაგრამ ყავთან ერთად გამოყენებული აქვთ ალკანტარას ნაჭერი. რაც ძალიან უცხოა, ლამაზია, ორიგინალურია, წარმოიდგინეთ აქაც. ტყავი და ეს ალკანტარას ნაჭერი, გვერდებზეც.
ალკანტარას ნაჭერი გვაქვს დატანილი, აი ამ ბარის ზედაპირზეც ასევე ალკანტარა არის დატანილი, ძალიან მომწონს, ცუდი არ არის და ძალიან უცხოა. და ჭერი, რა თქმა უნდა, პანორამა ამ ავტომობილში ჩინელებს უყვართ პანორამა ჭერები. ახლა რა თქმა უნდა, უკანა მხარესაც უნდა შეგახედოთ. არ არის ცუდი. თითქოს ცოტათი სივიწროვე არის და ძალიან პატარა კარი აქვს. აი, ძალიან პატარა კარი აქვს. ნუ სავარძლები მართლა ძალიან რბილია, აი არ ვიცი როგორ აგიხსნათ ეს სირბილე. აქ დამატება გვაქვს აი ეს მეტალი და ესეც კარგია და ნუ რაღაცა უბედური ბადე. არ არის ცუდი ნამდვილად, კომფორტულია. თავს გრძნობ ძალიან კარგ ავტომობილში რა, რაღაცა ჩინური არ არის ეს. ჩინურს ვერ მივაწერ. მომწონს. აი ალკანტარა რომელზეც ვსაუბრობდი, უკანა სავარძლებზეც გამოყენებულია და აქაც ძალიან მომწონს ეგ დეტალი. საბარგულიც ვნახოთ. დიდი ავტომობილი და საბარგული ზომაც მაინტერესებს. ფეხით იღება, რა თქმა უნდა. უბრალოდ ძალიან დაგვიანებული რეაქცია აქვს. პატარა საბარგული აქვს, გაბარიტებიდან გამომდინარე. აქ მინი შესანახი და უბრალოდ ღილაკი მინდა, სადაც შევძლებ თუ არა რომ წინა სავარძლები ღილაკით გადავწიო. და ეგ ღილაკი, რა თქმა უნდა, არ არის. მოგვიწევს რომ გავაღოთ კარები და ჩვენი ხელით გადავწიოთ წინა სავარძლები, თუ რამე დიდის დადება გვჭირდება აქ. ახლა უნდა დავტესტო თუ აღიქვამს დაბრკოლებებს. აღიქვამს, მაგრამ დამინგრია ხელი და მერე. როგორც ეს ავტომობილი, ასევე ეს ავტომობილიც თამაშობს ფერებით. ძალიან ლამაზი კარები აქვს, რა ვქნა, აი ცუცუ ერაფერს ვერ ვიტყვი, მართლა. ეს კარის ბერკეტი ნახეთ, უბრალოდ როგორი უცხოა. აქაც ეს დამატება ძალიან ლამაზია და ნუ ფერებზე არაფერს აღარ ვამბობ, აქ რაღაც ფერები დაყვება და ნუ მთელი ამბები. სტანდარტულად, როგორც ყველა ავტომობილზე, აქაც იგივეა. საჭე საკმაოდ რბილია, ოღონდ ცოტათი მძიმეა. შემოსილია ძალიან რბილი ნაჭრით, კომფორტულია, ზუსტად იგივენაირი საჭია, როგორც ტუგელაში. სიჩქარეების მაჩვენებელი პანელი აქ ცოტა სხვანაირი გვხვდება, იმისგან განსხვავებით. აქ გვხვდება ძალიან პატარა მონიტორი, რავი, მგონი მეტი არც გჭირდება, იმიტომ რომ თვალი მართლა დაღალა ამდენმა მონიტორებმა. ყველა ახალ ავტომობილში რატომღაც გადაწყვიტეს, რომ ეს ტელევიზორები უნდა აშენონ და ანუ არ არის მართლა აღარ არის ლამაზი, დავიღალეთ ამ დიდი მონიტორებით, ეს ჩემთვის უკეთესია ვიდრე ის. ზედაპირი გაწყობილია სამ ფერში, წითელი, აქ რაღაცა ვერცხლისფერი და მერე მოყვება შავი ფერის. სათავსო უპატარავესი, მაქსიმუმ 2 ტელეფონი ჩააგდოთ და შეინახოთ. ეს ზედაპირი როგორც იმ ავტომობილში იგივენაირი მიმდევრობით არის და კარგი ის არის რომ გვხვდება აი ეს. რა არის ეს? ეს არის ჩვენს გემოზე და ჩვენ ზომაზე დავაყენოთ. რას ვდებთ ამ სათავსოში, რომ არ დაგვექცეს, იქნებ პატარა ჭიხა მიგაქვთ ან რაიმე მსგავსი და ამ ავტომობილზე პატრონმა რაც შეცვალა და მე პირადად რაც ძალიან მომეწონა არის ჭერი. სავარძლები ძალიან ლამაზია. ამას ბევრად უფრო სპორტული მახასიათებლების სავარძლები უყენია ვიდრე ტუგელას. ეს სავარძლები უფრო მომწონს ვიდრე იმ ავტომობილის სავარძლები. ნუ საბოლოო დასკვნა არის ის, რომ თითქმის ერთი და იგივე ავტომობილია, ცოტა მომცრო ზომის და დიდი ზომის, ანუ დიდ განსხვავებას ვერ იპოვით. პატარ-პატარა დეტალებს თუ არ გავითვალისწინებთ. ყველაზე მეტად ამ ავტომობილებში კიდევ რაც მომწონს არის კარის დახურვის, აი ხმა. თითქმის არის მის და ძალიან რბილად იხურება. კიდევ ერთი ძალიან დიდი პლუსია ჩინური ავტომობილების. ნუ აქ გვაქვს 2 ჭიქის მოსათავსებელი და ნუ ხელის ჩამოსადები. ნუ აი სავარძლებზე და ფერებზე ხმას არ ვიღებ, იმიტომ რომ მართლა ძალიან ლამაზია, ბადი არ არის, რაც ძალიან კარგია. ჯდომა სხვათა შორის აქ ბევრად უფრო კარგი და კომფორტულია ვიდრე ტუგელაში. აი ხომ მეტყვით რომ ის უფრო დიდია და სივრცე უფრო მეტი უნდა იყოსო, არა. პატარა არის ეს ავტომობილი, მაგრამ სივრცე ბევრად კარგია ვიდრე იქ. ჭერი რომ ულამაზესია, მაღაზი ვთანხმდებით და მეც მინდა ჩემს ავტომობილზე მსგავსი რამის გაკეთება, ამიტომ თუ ვინმე ხართ ინდივიდუალური პირი, ვინც ამას აკეთებთ, ან უბრალოდ კომპანია, შევხმიანდეთ და ვითანამშრომლებთ აუცილებლად. ამ შემთხვევაში სიმდიდრე აღარ ახასიათებს ამ ავტომობილს, რომელიც იმ ავტომობილს ხელით ვაღებთ რა.
ოღონდ მე ავტომატურად არიღება თავიდანვე. მე ვაიმე აი ეს გვაქვს შიგნით. და შეგვიძლია კაი ივენთები მოვხოდოთ ამ ავტომობილით რა. ანუ სადღაც ერთი დიდი ჩემოდნის ადგილი გვაქვს. მეტი არა. მე რომ არჩევანის წინაშე ვიყო, მგონი ამ ავტომობილს ავირჩევდი იმასთან შედარებით რა. ეს ავტომობილი ძალიან მომწონს. და ნუ ხელითვე იკეტება. აი ასე. ძრავის ყოფით ავხადეთ და ახლა უნდა ჩაგახედოთ რა ხდება აქ. აქ ხდება ის რომ ერთადერთი მხოლოდ ძრავი ჩანს და მხოლოდ იცით რომ აქ ძრავია. მეტი ყველაფერი გვაქვს დაფარული, დამალული და არაფერი აღარ ჩანს, რაც ძალიან მომწონს და ძრავი ძალიან პატარა არის. დებარეობა ესე შუაში არ არის, ცოტა მარცხნივ არის მოწეული, რავი, გადასარევია. პლუს რაც ძალიან მომეწონა არის ის რომ სალონისკენ ახლოს არის მიწეული და წინ გვაქვს იმხელა ადგილი რომ აი ნებისმიერი ავტოსაგზაო შემთხვევის დროს ძრავს, რავი, არ მგონია რაიმე სახის ზიანი მიადგეს. გადავინაცვლოთ ახლა აქეთ. აქაც სხვათა შორის არ არის ისე რომ რავი ყველაფერი ჩანდეს, ჩვეულებრივად აქაც დამალულია ყველაფერი. აქაც იგივე ტიპის ძრავია რაც იქ G ფოვერის წარმოების და შვენიერია რა 1 და 5 გვიდევს აქ, 2 და 0 გვიდევს ტუგელაში. უკვე საკმაოდ დიდი ხანია რაც მართავთ ამ ავტომობილს მოკლედ და რომ გითხრათ რომ არა კომფორტულია თქო არა. საკმაოდ კომფორტულად გადადის, ყველაფერს კარგად გრძნობ, გაბარიტებიც მარტივად და სამახსოვრებელი და ახკმადია და არც ხმაური დიდად არ გაწუხებს. გარდა თვითონ თითქოს ძრავის ხმა შემოდის აქ. წვა ქალაქში როგორც მე პატრონემ გვითხრა უწევს დაახლოებით 12-14 litrას, ხოლო თვითონ ტრასაზე 10-12 litrას შორის მერყეობს. რომ გითხრათ რომ კარგი წვა არის თქო, ცოტათი მოგატყუებთ, იმიტომ რომ მაინც ბევრია. 2 და 0 ძრავისთვის ამით ხელა წვა თითქოს მებევრება. კომფორტული არის, კარგი სატარებელი არის. ყველაფერთან ერთად კარგი ის არის რომ აი თუ ჩააჭერთ მოყვება მანქანა არ დგას. სამუხრუჭე სისტემა ძალიან კარგია, გამართულია, როგორც კი ფეხს დაადებთ, გრძნობს ავტომატურად და რაღაცა ფიქრი არ უწევს. აი არის ავტომობილები, მე ახლა ჩამომივიდა ახალი ავტომობილი და იმის მუხრუჭს რომ ვაჭერთ თითქოს აი ჯერ კიდე არ არის დამუხრუჭებული, ფიქრობს. ამ ავტომობილში პრობლემა არ არის. საფასო ღირებულება როგორც გავიგე და მე პატრონემ მითხრა, იქ სადაც შეიძინა ეს ავტომობილი გადაიხადა $45,000 და რავი, ჩინელებმა მგონი უკვე ევროპულ ბრენდებს გაუსწრეს ფასებით. იმხელა ფასებს ადებენ ამ ავტომობილებს, რომ რავი, შეგიძლია გერმანული მანქანა იყიდო, ოღონდ კარგი. თან დიდ ძრავზე. შეიძლება ამწლოვანების ვერა მაგრამ საკმაოდ ისეთი კარგი ავტომობილის ყიდვა შესაძლებელი მაგ ფასში. ავტომობილი საკმაოდ მაღალია. ამ სიმაღლეს ამ ავტომობილში გრძნობ რომ აი მაღლაზი ხარ. პლუს ოციანი დისკები აყენია და ეგეც რა თქმა უნდა თავისას შვება. და ერთადერთი რაც არის ის რომ აი როგორ მაღლადაც არ უნდა დაჯდე ადამიანი წინ ძრავის ხუფს ვერ ხედავ. Coolray აქვს 1 და 5 ტურბოძრავი, გამოიმუშავებს 172 ცხენის ძალას და აქვს 7 სიჩქარიანი გადაცემათა კოლოფი. იმას 8 სიჩქარიანი გადაცემათა კოლოფი აქვს. ასევე აქვს 3 ცილინდრი. მაგრამ ეს ავტომობილი ქარხნული არ არის, ჩაწერილია Stage 1 და ამ ეტაპზე აქვს 228 ცხენის ძალა, რაც ძალიან კარგი მაჩვენებელია ამ ძრავისთვის და ავტომობილისთვის. სიარულით მე ეს უფრო მომწონს, ხმა ამისიც უფრო მომწონს და ზოგადად ეს მანქანა უფრო მეტად მომწონს, რატომღაც არ ვიცი რატომ. მიუხედავად იმისა, რომ ეს ბევრად ძვირი ღირს, ვიდრე ეს. სიარული გადასარევი აქვს. იმასთან შედარებით ბევრად უფრო რბილი მეჩვენება, არ ვიცი მართლა რატომ. ვინაიდან ამ ავტომობილზე ჩაწერილია Stage 1. წვა, რა თქმა უნდა, გაზრდილია და სადღაც 19 litrამდე ადის. მაგრამ ჩვეულებრივ ქარხნულ მდგომარეობაში სადღაც 12-13 litrია წვა. და 12-13 litrს უკვე წვავს ტრასაზე. ამ მდგომარეობაში ეს ავტომობილი ნორმალური ფასი აქვს და სადღაც 25-30,000 ფარგლებში შეგიძლიათ რომ აი ამ მდგომარეობაში შეიძინოთ ეს ავტომობილები. ცუდი არ არის, მაგრამ აი ჩინურ მანქანაში მაინც ამ ხოლაფასის გადახდა, რატომ უნდა გინდოდეს ადამიანს, მაგას ვერ ვიგებ. თუმცა თუ იყიდით, გყავთ ახალი მანქანა, ფაქტობრივად ცენტრის მანქანა გყავთ. ლისანიც რომ გადავიღე, იქაც მთელი რიგი პრობლემები იყო ჩინურ ავტომობილთან დაკავშირებით, თუნდაც ელემენტარული ზეთის გამოცვლასთან დაკავშირებით. ჯილის ჩამოყვანას თუ გადაწყვეტთ, კარგი ის არის, რომ
თბილისში გვაქვს უკვე ცენტრი და შეგიძლიათ რომ ყველანაირი მომსახურება ამ ავტომობილთან დაკავშირებით მიიღოთ იქ. თუ მინდა რომ მყავდეს ცოტა მომცრო ზომის ჯიპი და ვის სიამოვნო მისით და მისი სპორტული მახასიათებლებით აუცილებლად ავირჩევდი Cool Race, მაგრამ თუ ცოტა სოლიდური მანქანა მჭირდება, რომელიც ყურადღებასაც მიიქცევს და რაღაცა უფრო განსაკუთრებულ ტიპად მაგრძნობინებს თავს, მაგ შემთხვევაში აუცილებლად ავირჩევდი Tugel-ას. ჩვენი ვიდეოს დასასრულს მიუახლოვ და მადლობა რომ გვიყურებთ, დაგვიწერეთ კომენტარებში სხვა რომელი ავტომობილის განხილვა გსურთ ჩვენს არხზე, ჩვენ აუცილებლად მოვიძიებთ, გადავიღებთ და შემოგთავაზებთ. დაგვაფოლოვეთ, გამოგვიწერეთ და მოკლედ ყველანაირად ვეცდებით რომ თქვენი მოლოდინები გავამართლოთ.